25 თებერვალს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოხუმელ ავტომობილელ დავით კვარაცხელიასთან შეხვედრა გაიმართა. სპორტსმენმა ომის ვეტერანებს საჩუქრად 3 სხვადასხვა შეჯიბრში მოპოვებული თასები გადასცა. ბატონმა დავითმა გადაწყვეტა, რომ თავისი ჯილდოები გადასცეს ვეტერანთა საზოგადოებას, ჩვენ სამსახურს იმისათვის, რომ საჩუქრად, იმისათვის, რომ მომავალ თაობას ვეტერანები უკეთესად ჰქონდეს გაგებული და გაცნობილი. იმიტომ რომ ვეტერანები არიან ის ადამიანები, რომლებიც წარმატებული არიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დღეს მე ამაყი ვარ, რომ ესეთი ღირსეული ვეტერანი ჩამოვბრძანდა აქ და მას დიდი მადლობა გადაუხადო და უსურვო მომავალში ბევრი პროფესიონალური წარმატება და რაც მთავარია, აფხაზეთის დაბრუნება და აფხაზეთში ჩატარება ასეთი რბოლის. შარშან მე გავხდი ბულგარეთის ჩემპიონი ჩემ კლასში, ასევე მეორე კლასში გავხდი ბულგარეთის ვიცე-ჩემპიონი და თავიდან მინდოდა რაღაცნაირად მე საქართველოში აღმეღნიშნა ეს და მეჩვენებია ჩემი წარმატებები და გადავწყვიტე რომ ჩემი მოგებული თასები გადავცე ომის ვეტერანების დეპარტამენტს და სამახსოვრო ჩემგან ეს იყოს სიმბოლო იმისა რომ ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ ბრძოლას სპორტის სახით რა თქმა უნდა და მშვიდობიანი სახით და იმ სიმბოლით რომლითაც მე გამოვდივარ სოხუმის საქართველოა. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ბულგარეთის ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი. Давид Კვარაცხელია это я считаю его символом. დავით კვარაცხელიას ვთვლით ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სიმბოლოდ. ის არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, მასთან ერთად ბულგარეთის მოქალაქეც. იგი ბევრს აკეთებს საქართველო-ბულგარეთის შემდგომი დაახლოებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დავესწრო ამ შესანიშნავ ღონისძიებას, სადაც დავითმა სპორტში თავისი მიღწევები ომის ვეტერანებს აჩუქა და ვფიქრობ, საერთოდაც კარგი დღეა ჩვენი ურთიერთობებისათვის. შეგახსენებთ, რომ დავით კვარაცხელი ამჟამად ბულგარეთში მოღვაწეობს. მის ავტომობილს, რომელთაც იგი რბოლაში მონაწილეობს, ამშვენებს წარწერა სოხუმი ჯორჯია.